სამზარეულო სტუდიის მისაღებში გამოდის კუთხის რა. და ძირითად შემთხვევაში გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩასაშენებელი ტექნიკა რაც არის, ერთიან ვიზუალში იყოს ყველაფერი ჩაშენებული, რომ ის ცალკეული ვიზუალები რაც არის, ცალკე გამოყოფილად არ იყოს რა. მაგალითად, მაცივარი არ იყოს ცალკე გამოყოფილი და ამოვარდნილი არ იყოს მთლიანი დიზაინი და ერთიან ხედით რო შეხედავ სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკა იმის გამო მაგადაწყვეტილი, რომ ერთიანი ვიზუალი იყოს შექმნილი და ცალკე ამოვარდნილი არ იყოს. მაგრამ საძინებელში და სხვადასხვა ადგილზე, სადაც სივრცე მაქვს დარჩენილი, ვაპირებ, რომ წერამდე ავიყვანო ეს სათავსოები და რამდენად გამართლებული იქნება ამ შემთხვევაში დიზაინი კარგად გამოჩნდება თუ არასწორი იქნება და მაგალითად ძალიან სწორია. ძირითადად ესე ვაკეთებთ ხოლმე და ესე ურჩევ ჩვენ დამკვეთებს. ანუ რაც უფრო ნაკლებად ჩანს სამზარეულო, ხო, რაღაცა ეს მაცივარი, უშველებელი, რაღაცა ეს უფრო სამზარეულო სტუდიოს ტიპში ჯობია ჩაშენებული მაინც ყოველთვის არ უნდა კონდეს რა. ჩაშენებული მაცივარი, ჩაშენებული თქვა მიკროტალღური ღუმელი, ხო ეს სწორი მიდგომაა რა თქმა უნდა. ხო, აი ნაკლები ნივთები უნდა ჩანდეს რა, ეგ არის და აი რაღაცა სივრცის აღქმა რო კონდეს ამ პატარა ფარჩი, ხო, ნაკლები ნივთები უნდა კონდეს, არასაჭირო ნივთები უნდა დაიყვანო მინიმალურამდე. შეგიძლიათ ამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ჩვენი არხი, მაქსიმალურად მეტ ადამიანს მივაწინოთ ხმა რემონტის და ინტერიერის დიზაინის რჩევების მისაღებად.